შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქობულეთის მახლობლად, მდინარეების ჩოლოქისა და ოჩხამურის შესართავებთან დგას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლი ფიჭვნარი. აქ საუკუნეების წინ კოლხეთის სამეფოს და ბერძნული სამყაროს გზები გადაიკვეთა. სწორედ ამ ნიადაგზე წარმოჩნდა მრავალფეროვანი დასახლება, სადაც თანაარსებობდა ადგილობრივი კოლხური ტრადიციები და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციის ელემენტები. ფიჭვნარის არქეოლოგიური გათხრები გვაძლევს იშვიათ შესაძლებლობას შევიცნოთ კოლხეთისა და ბერძნული სამყაროს ურთიერთობები არა მხოლოდ ისტორიული წყაროებით, არამედ მიწის სიღრმეებიდან ამოღებული ნივთებით, სამარხებით, სამკაულებით და ყოველდღიური ცხოვრების კვალით. ეს არის ადგილი, სადაც მიწის ქვეშ დაფარულია არა მხოლოდ ძველი საზოგადოების მატერიალური კულტურა, არამედ მათი მსოფლხედვა, რწმენა და ურთიერთობები. ფიჭვნარი იმ გამონაკლის ძეგლს წარმოადგენს სხვა არქეოლოგიური ძეგლებისაგან, რომ ჩვენ გვაქვს თანმიმდევრულად მოცემული როგორც კოლხური სამაროვანი, ასევე ბერძნული ნეკროპოლი, რაც კარგად ხაზს უსვამს და წარმოაჩენს იმ ისტორიულ ფაქტს, რასაც ბერძნული კოლონიზაცია ჰქვია, როგორ თანაარსებობდნენ როგორც კოლხები, ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ბერძნები, კეთილმეზობლური ურთიერთობა როგორ ჰქონდათ, იმიტომ რომ სამარხებში ჩვენ საბრძოლო იარაღები არ გვაქვს, რაც იმას გვეუბნება, რომ საკმაოდ კარგ ურთიერთობა ჰქონდათ ბერძნებსა და კოლხებს და საინტერესოა ის, რომ ბერძნებთან ძალიან კარგი ქრონოლოგიური ბმა იყო. ანუ გვაქვს მე-5 საუკუნე ძველი წელთაღრიცხვის, მე-4 საუკუნე, შემდეგ ამას ებნის ელინისტური ხანის სამაროვანი და აი კოლხებთან ჰქონდა მე-5 საუკუნის სამაროვანი და შემდეგ უკვე საკმაოდ ისეთი ქრონოლოგიური წყვეტა იყო და აი ამ ბოლო წლების აღმოჩენამ ძალიან საინტერესო სურათი მოგცა, რაც გვაფიქრებინებს, რომ აი მე-5, მე-4 და თავისთავად ელინისტურ პერიოდში, როდესაც მოხდა უკვე კულტურათა ასიმილაცია და ძალიან რთულია განსაზღვრა კოლხები, ან ბერძნები სამარხების მიხედვით. აი აქ უკვე ებმება ქრონოლოგიურად და ძალიან საინტერესო სურათს გვაძლევს ამ მხრივ ეს ბოლო წლების არქეოლოგიური გათხრები. ფიჭვნარის ტერიტორია მოიცავს სამოსახლოს თავისი ცალკეული ნაწილებით, სახელოსნოებით მაგალითად. მოგეხსენებათ იქ ადგილი არის, რომელსაც დამჭედური ქვია და ლოგიკურია, რომ შემთხვევით არ არის ეს სახელწოდება და დაკავშირებულია ხელოსნობის კონკრეტულ დარგთან. და ერთ-ერთი ნაწილია სამაროვანი. გამოიყოფა ბერძნული სამაროვანი მისი მახასიათებლებით და არის კოლხური სამაროვანი. ეს ის პერიოდი და ის ეტაპია, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა ჰქონდა ყველა ის პირობა, რომელმაც სწორედ შეამზადა საქალაქო ცხოვრებისათვის აქ მცხოვრებნი, ასე რომ ვთქვათ, ანუ აი ამ ტერიტორიაზე განსახლებული ადგილობრივი მოსახლეობა. შეიქმნა საქალაქო ტიპის დასახლება, რომელსაც სწორედ აი ამ ბერძნულ ეთნოსთან ჰქონდა კავშირი. აი ამ ნაქალაქარზე ჩანს მათი როგორც რა თქმა უნდა თავდაპირველად ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების კვალი და არსებობის კვალი და შესაბამისად მათთვის განკუთვნილ ნეკროპოლებზე, სამარხებზე კი ცოცხლდება ის პერიოდი და ის ეტაპები, თუ როგორი იყო მათი ცხოვრება, როგორი იყო კულტურა, რა იყო მათთვის მეურნეობის წამყვანი დარგები, სულიერი ცხოვრება და ასე შემდეგ. ეს არის ფიჭვნარი, არქეოლოგიური ნაკრძალი, სადაც 10 წლეულებია მიმდინარეობს გათხრები. აქ ნაპოვნია 1000-მდე სამარხი, სამკაულები, იარაღები, რომლებიც გვიჩვენებს კოლხური და ბერძნული კულტურის ურთიერთობას. დღეს მე თავად ვიმყოფები აქ, სადაც ყოველი ნაბიჯი შეიძლება აღმოჩნდეს ახალი აღმოჩენის დასაწყისი. ეს ადგილი ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით პირველი 1000 წლეულის ბოლოს მნიშვნელოვანი სავაჭრო და
კულტურული ცენტრი იყო. აქედან შესაძლებელი იყო როგორც შიდა კოლხურ თემებთან, ისე შორეულ რეგიონებთან, მცირე აზიასთან, საბერძნეთთან და ხმელთაშუა ზღვის სხვა ქალაქებთან ურთიერთობა. ბატონო ემზარ, ჩვენ ვიმყოფებით კოლხური და ბერძნული ცივილიზაციების კულტურების ერთგვარი შეჯახების ადგილზე. რა შეგვიძლია ვთქვათ ამ საოცარ არქეოლოგიურ ნაკრძალზე? საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბერძნები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, ანუ კოლხეთში, ოდნავ მოგვიანებით გამოჩნდნენ ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში. იონელებმა, ანუ მცირე აზიელმა ბერძნებმა დაარსეს ფაზისი და დიოსკურია, რომელიც ფოთისა და სოხუმის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ერთი საუკუნის შემდეგ, ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნეში, უკვე ათენელები, ანუ მატერიკული საბერძნეთის წარმომადგენლები, იმდროინდელი ელინური სამყაროს ლიდერები ჩნდებიან შავიზღვისპირეთში და მათ შორის აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. მათ სავარაუდოდ რამდენიმე კოლონია, ანუ სავაჭრო ფაქტორია ჰქონდათ, მაგრამ სამწუხაროდ ფიჭვნარის გარდა ჯერჯერობით ყარი სხვა, ასე ვთქვათ, ინფორმაცია არ გვაქვს. ყველაზე კარგად ათენური სავაჭრო დასახლება შესწავლილია ფიჭვაში, თუმცა საუბარია ოჩამჩირზე და სხვა ადგილებზეც. რა იყო მათი მიზანი? მოგეხსენებათ, ათენელები საკმაოდ ძლიერი, ასე ვთქვათ, საზღვაო სახელმწიფოს, ზოგჯერ მას თალოსოკრატიას, ანუ საზღვაო იმპერიას ფლობდნენ და მათი ინტერესები უკვე გასცა ხმელთაშუაზღვისპირეთს და აი დაიწყეს მათ შავიზღვისპირეთის საერთოდ ახლო აღმოსავლეთის კონტროლზე ფიქრი და სწორედ აი ამან განაპირობა, რომ აი მაგალითად მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში მათ ფართო ქსელი შექმნეს აი ზუსტად დღევანდელი თურქეთისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიებზე, აი ცნობილი ადგილი ათინა, დღევანდელი პაზარი არ გამოირიცხება, რომ ეს იყო ათენური სავაჭრო ფაქტორი, ასევე ვიცით უკვე არქეოლოგიურად დადასტურებულია, რომ სინოპეში მათ მაგისტრატურები, ანუ ათენური სახელმწიფო დაწესებულებები დაარსეს, ასევე საუბარია მათ გავლენა ამისოზე და ასე შემდეგ. ძველი წელთაღრიცხვით მე-6 მე-5 საუკუნეებში ბერძნული კოლონიზაციის ტალღამ კოლხეთის სანაპიროს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. ფიჭვნარის ნაქალაქარსა და სამაროვნებზე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უამრავი იმპორტირებული ნივთი, წითელფიგურიანი და შავფიგურიანი კერამიკა, ღვინის ამფორები, ატიკური თასები, ბრინჯაოს სამკაულები. ისინი მოწმობს, რომ ფიჭვნარი აქტიურად იყო ჩართული ბერძნულ სავაჭრო ქსელებში. ბერძნულ სამაროვანთან მიმართებაში გვახსენდება ერთი ბერძნული ჭურჭელი, ეს არის კრატერი. კრატერი ბევრია აღმოჩენილი მსოფლიოში. ამ კრატერს ყავს ავტორი, ოღონდ კონკრეტული ავტორი არ ყავს. სახელოსნოს პირობითად, რომლის პროდუქტიც არის ეს კრატერი, პირობითად ვუწოდებთ ნიობიდების მხატვრის სახელოსნოს. რატომ? ნიობიდების დახოცვის სცენა არის ასახული კრატერის იმ ფორმაზე, რომელიც პირველად შეისწავლა ბიზლიმ და უწოდა ამ ჭურჭლის მხატვარს, ამ ჭურჭლის მომხატველს ნიობიდების მხატვარი. ჩვენი კრატერი გამოირჩევა რითი, რატომ ვამბობთ, რომ აი შეიძლება რაოდენობა მომატებულია, ხო და სადღაც აღმოჩნდა კიდევ ასეთივე კრატერი. ავტორი გასაგებია, ესა ნიობიდების მხატვრის სახელოსნოს ერთ-ერთი მხატვარი. ნიობიდების მხატვარი, მოკლედ რომ ვთქვათ. რითი გამოირჩევა? ეს არის ორ-რეგისტრიანი მოხატულობა. ორ სართულად არის დაყოფილი ის, რაც არის მასზე მოცემული. აი, ყველაზე მასშტაბური არის ჩვენს კრატერზე ერთ-ერთი სცენა, ესა ტრიპტოლემოსის მისია, როდესაც დემეტრე ტრიპტოლემოს ასწავლის პურის თავთავის ჯადოქრობას და უშვებს ადამიანებთან, რომ აი ეს ყველაფერი ასწავლოს ადამიანებს. 1967 წელს არის აღმოჩენილი და ეს არის ნომერ პირველი სამარხი
ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის ბერძნული ნეკროპოლისიდან, ფიჭუნარის ბერძნული ნეკროპოლისიდან. ძალიან ფართო სპექტრია წარმოდგენილი. 4 ამფორა იყო სამარხში ჩასვენებული, აი ეს კრატერი, რომელიც საკმაოდ დიდი ზომის არის. სხვადასხვა სასმისები, შავლაკიანი, მათ შორის გრაფიტოებია ამ სასმისებზე, გრაფიტო არის წარწერა ბერძნული, სადაც მოცემული არის აი ამ ჭურჭლის მფლობელის სახელი ან მიძღვნა რომელიმე ღვთაებისადმი. ამ შემთხვევაში პირველ სამარხებში დაფიქსირებული არის ქალღმერთი დემეტრეს თან დაკავშირებული ასოები, ლიგატურაშია მოცემული დელტა, ეტა და მიუ, დემ დასაწყისი, არის პოსეიდონის სახელთან დაკავშირებული ასოები, პი და ომიკრონია მოცემული. ბრინჯაოს ჩამჩა არის, რომლის ბოლო მთავრდება გედის თავის ფანტასტიკური გამოსახულებით, ნატურალურთან მიახლოებულით ფაქტობრივად, მაგრამ ძირითადად უფრო მეტად არის ჭურჭლის მფლობელის სახელი მოცემული ასეთ კერამიკულ ნაწარმზე. და რატომ მაინც კოლხეთის შავი ზღვისპირეთი გახდა, თქვათ, საინტერესო ბერძნებისთვის იმპერიაში? მოგეხსენებათ იმპერიები დღესაც ეს ფაქტორი მუშაობს, ვერ ეგუებიან, ასე თქვათ, არაკონტროლებად ტერიტორიებს და ათელებმა რომელმაც დაიმორჩილეს ნახევარი, ასე თქვათ, საბერძნეთი, მისწვდნენ თრაკიას, ჩრდილოეთ შავისპირეთს, განსაკუთრებით ყირიმს, ბუნებრივია სრული კონტროლისთვის, ანუ პონტოს სრული კონტროლისთვის მათ ეს ლაკუნა რჩებოდათ აღმოსავლეთ შავისპირეთით და მისი კონტროლი მნიშვნელოვანი იყო როგორც სტრატეგიული თვალსაზრისით, ვაჭრობის ხრივაც. მოგეხსენებათ კოლხეთი მდიდარი იყო ხეთყით, ეს კი მათი ფლოტი, რომელიც ათენის ძლიერების, ასე ვთქვათ, ღერძი იყო და სწორედ ამით უნდა აიხსნას მათი დასახლება ფიჭუნარში. თუ ფიჭუნარსაც შეეხება სამწუხაროდ, აი გვაქვს ერთი, ასე ვთქვათ, ცალმხრივობა, გვაქვს კარგი არქეოლოგიური ძეგლი, მაგრამ წყაროები არის ნაკლები ამის შესახებ, თუმცა მე მაქვს ერთი მოსაზრება, რომელიც მინდა ახლა გავაჟღერო. ჩვენს სახელმძღვანელოებში ხშირად ხვდებით, რომ აი მე ვახსენე უკვე, რომ იონელებმა, ანუ ადრეულმა კოლონისტებმა დაარსეს კოლონიები ფაზისსა და დიოსკურიაში და აი ზუსტ ხშირად მიაწერენ ამას მესამე პუნქტსაც პიტიუნცას არის გიენოსაც საუბარი, მაგრამ პიტიუნტი მე მგონი ამ შემთხვევაში არის დიდი შეცდომა, ვინაიდან არქეოლოგიურად და პიტიუნტი ანუ დღევანდელი ბიჭვით და აფხაზის ტერიტორიაზე კარგად შესწავლილი ძეგლია, ყოველ შემთხვევაში საბჭოთა პერიოდში მას კარგად სწავლობდნენ. იქ ასე ადრეული ფენები არ დასტურდება, მხოლოდ ელინისტური ხანიდან იწყება იქ არქეოლოგიური ფენები და ფაქტობრივად გამორიცხულია იქ იონური ან ათენური კოლონიის არსებობა. ჩემი აზრით აქ გასაღები არის თვითონ სახელში პიტიუნტი, სტრამოს ნახსენები აქვს დიდი პიტიუნტი, რაც მაფიქრებინებს, რომ არსებობდა სხვა პიტიუნტი, მცირე პიტიუნტი და არ გამოვრიცხო, რომ აი ის კოლონია, რომელიც სტრაბონმა იყოს სწორედ ფიჭუნარი და ის რომ სახელი, ბერძნული სახელი ითარგმნა ამ პირიქით ადგილობრივ სახელს იყენებენ ბერძნები, ეს ხშირად იგივე ბიჭვინთ ადასტურებს, ამას რომ აი ბიჭვინთა იგივე ფიჭუნარია, ასევე არის ჩამლიკი ჩვენ აი საზღვართან სულ ახლოს ისიც პიტიუსი ასეთი პუნქტი იყო და ისიც თარგმანია ჩამლიკის ფიჭუნარში თავს თურქულად, ასე რომ არ გამოირიცხება რომ ეს ყოფილიყო თავდაპირველი პიტიუნი და აქ ყოფილიყო კოლონია და აქ იყო კოლონია, რაც დასტურდება თქვენ ახსენეთ უკვე 1000-მდე სამარხია გათხრილი ბერძნული კოლონია. ხო, ბერძნული კოლონია უფრო სავაჭრო ფაქტორია. აქ ვრცელი სასაუბროთება იონელებისგან განსხვავებით ათენელები არსებდნენ, როგორც თქვა, აი არა თავისუფალ ქალაქებს, არამედ აი ზუსტად კოლონიას, სავაჭრო ფაქტორიას, რომელიც პოლიტიკურ ცენტრზე იყო დამოკიდებული. მას არ ჰქონდა თვითმმართველობა, არამედ პირდაპირ მიბმული იყო მეტროპოლიაზე. ფიჭუნარი ტიპიური, ასე ვთქვათ, კლერუქია, ბერძნული ტერმინი რო ვიხმაროთ, რომელიც დამოკიდებულია მეტროპოლიაზე, ანუ ათენზე. ამავე დროს ადგილობრივი კოლხური კულტურის კვალი ფიჭუნარში ნათლად შეინიშნება. ჭურჭლისა და დამკრძალავი რიტუალების ნაწილი კაფიოდ შეესაბამება კოლხურ ტრადიციებს.
სწორედ ამიტომ ფიჭვნარს უნიკალურ მნიშვნელობას ანიჭებს ორი სამყაროს, ადგილობრივის და ბერძნულის თანაარსებობა. აქ ერთდროულად ვხედავთ კოლხთა რწმენასა და ცხოვრების წესს და იმ გავლენებს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციიდან შემოვიდა. ბერძნები, რომლებიც მოვიდნენ და დასახდნენ, როცა დაიწყო ეს დიდი პროცესი, რასაც ბერძნული კოლონიზაცია გვქვია, ისინი არ წამოსულან 1 და 2, ლოკალურად საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანები წამოვიდნენ და თქვენ იცით, რომ ჩასულებს თავიანთი ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნება ძალიან მძაფრად აქვთ, უჭირთ ხოლმე ადგილობრივი კულტურების მიღება, იმიტომ რომ ისინი ცდილობენ, რომ ამით თავიანთი თვითმყოფადობა შეინარჩუნონ, მაგრამ ის რომ დავუშვათ კონკრეტულად ბერძნულ სამაროვანში ჩნდება ადგილობრივი ჭურჭელის ჭურჭელი გვიფიქსირდება იმას ნიშნავს, რომ კულტურული გაცვლა ხდება, მაგრამ ტრადიციის შეცვლა, ასე რომ ეს 30-ში, 50 ან 100 წელიწადში მოხდეს ძალიან რთულია. ფიჭვნარის სამაროვანი ჩვენ საშუალებას და მასთან მიმული ნაქალაქარიც, რომელიც გვეუბნება და უკვე ამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ როდესაც მოხდა ეს დიდი ბერძნული კოლონიზაცია, ჩვენ კოლხებმა ჩრდილო-შავიზღვისპირეთისაგან განსხვავებით შევინარჩუნეთ ჩვენი ტრადიციები. ჩვენ ბოლომდე იმდენად ძლიერი იყო კოლხური კულტურა, ადგილობრივი ტრადიციები, მეთუნეობა კარგად იყო განვითარებული და სხვადასხვა დავუშვათ ისა რა ქვია საქმიანობა, რომ აი ამის შენარჩუნა თვითყოფადობა, ის რომ უძველესი დროიდან მოყოლებული ადგილობრივი მოსახლეობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ სხვა კულტურიდანაც რაღაც ნაწილი მივიღოთ, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნოთ და დღემდე ეს ხასიათი მოყვება. ჩვენ ვღებულობთ სხვა კულტურიდან რაღაც ინოვაციებს ჩვენს კულტურაში შეგვაქვს, მაგრამ ჩვენს თვითმყოფადობას მარადიულად ვინარჩუნებთ, რითაც გავსხვავდებით. გვაქვს ძირითადად ორმოსამარხები, რომელიც კოლხურისაგან იმით განსხვავდება, რომ არ არის ძალიან წრიული ფორმის, უпростоრად ისინი შედარებით მოგრძო ფორმის არის, რაც გულისხმობს იმას, რომ მიცვალებული გვერდზე არის დასვენებული და მოკრუნჩხლ მდგომარეობაში, ფეხები მოხრილ მდგომარეობაში, მაგრამ საინტერესოა, რომ ჩვენ გვხვდება ისეთი სამარხები, რომლებიც არის საკმაოდ გრძელი, აი 2 მეტრზე მეტი სიგრძის მაგალითად. იმ შემთხვევაში სამარხების 1.70 մ, 1.50 აი ასე მერყეობს მათი სიგრძის ზომები და აი ეს ყველაზე გრძელი სამარხები, ან 2 მეტრის და 2 მეტრზე დიდი სიგრძის როდესაც ხდება სამარხი, ეს ნიშნავს იმას და გულისხმობს იმას, რომ ბერძნების მსგავსად აქაც მიცვალებული არა მოხრილ მდგომარეობაში, არამედ გაშოტილ მდგომარეობაში არის დაკრძალული. ფიჭვნარში გათხრები თითქმის 9 საუკუნეზე მეტია, რაც წარმოებს. მაგრამ ყველაზე მასშტაბური გათხრები აქ დაიწყო 1998 წელს, როდესაც ქართულ-ბრიტანული ერთობლივი სამუშაოები დაიწყო. საქართველოს მხრიდან მას ხელმძღვანელობდა ბატონი ამირან კახიძე, ხოლო ბრიტანეთის მხრიდან მაიკლ ვიკერსი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი. სწორედ ეს გათხრები გახდა ფიჭვნარის ისტორიის ახალი ფურცლის დასაწყისი.